ახალი გადაჯგუფებები ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ალბათობით თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანი შეცვლის. 2 წლის წინ არჩეულ მოქმედ თავმჯდომარეს ვადა ეწურება. ციხეში მყოფ ლიდერს ამ პოსტზე უკვე ჰყავს კანდიდატურა და ის ჟორჟოლიანია. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი გუნდის შიგნით მოიწონეს. გამონაკლისი ჯერ ისევ მოქმედი ხელმძღვანელი თინა ბოკუჩავა, რომლისთვისაც ექს-პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება მოულოდნელობა აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე წინასწარი კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. ბოკუჩავა ექს-პრეზიდენტის ქცევას არათანმიმდევრულს და იმპულსურს უწოდებს, თუმცა პარტიიდან წასვლას არ აპირებს. ძირეული ცვლილებები, განახლება და რეფორმები ციხიდან ლიდერის მთავარი დაკვეთაა. ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო გეგმით მუდმივად უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი ახლა მთავარ გათვლას გუნდის გაძლიერებაზე აკეთებს და გამარჯვებაზე საუბრის დროსაც ბოლო პერიოდში მხოლოდ საკუთარ პარტიას ახსენებს. ამ საქმეში ყველაზე ეფექტიანი არის ნანუკა ჟორჟოლიანი და ჩვენ მივესალმებით მის შემოერთებას. ნაციონალური მოძრაობის სპიკერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ღიად იკვეთება, რომ თინა ბოკუჩავას 2 წლიანი ხელმძღვანელობით გუნდში უკმაყოფილოები არიან და მის საუკეთესო ჩამნაცვლებლად მიხეილ სააკაშვილის რჩეულ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ასახელებენ. პარტიის ზოგიერთი წევრი ირიბად მიანიშნებს, რომ ბოკუჩავას მმართველობის 2 წელი, რომელიც ივლისში იწურება, კარგული წლებია. მეგობრებო, მოდით შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო 2 წელია ყველამ ვიცით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდში სტაგნაცია, ამომრჩევლის დაკარგვა, შიდა პარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხი. პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. როდესაც სისტემა ჭედავს, მას სჭირდება სრული გადატვირთვა. ჩვენ არ გვაქვს კიდევ 2 წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში ყოფილი სახელისუფლებო პარტია ახალი სახეების ჩართულობით რეფორმებს, ინსტიტუციურ გარდაქმნებს და მეტ გამჭვირვალობას აანონსებს. პარტია ნანუკა ჟორჟოლიანის უპირატესობად მიიჩნევს მის აქტივობას სოციალურ პლატფორმებზე და მის ირგვლივ მყოფ ახალგაზრდებს, რომელსაც დაკარგული ელექტორატის პირობებში ნაციონალური მოძრაობა ერთგვარ შენაძენად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟოლიანის თანამდებობა ჯერ მხოლოდ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მითითებითაა განსაზღვრული და არა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი თავმჯდომარე უკვე შეხვდა აჭარის რეგიონულ წარმომადგენლებს და როგორც იტყობინება, რეგიონალური შეხვედრების შემდეგ გაირკვევა საბოლოოდ ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. უფრო ზუსტად კი ვისი სურვებს ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილი. მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობს ბაბლი, განსაკუთრებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ხუთიანს და მიშას უფრო ებრძვიან ვიდრე 41-ს და ბიძინას. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს. ჩამოვფრინდი თუ არა მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს და მიშამ და მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს. ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა. პოსკრიპტუმ, ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ სწორედ ხაბეს თვლიან. ხაბეიშვილი, რომელიც სწორედ თინა ბოკუჩავამ შეცვალა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჟორჟოლიანმა კომპლიმენტები არ დაიშურა ჯერაც მოქმედი თავმჯდომარის მისამართით, რომელსაც საგარეო ველზე თავის წარმომადგენლად ხედავდა, თუმცა უარი მიიღო. მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავმჯდომარეობით ნაცმოში ჩემი ინტეგრაცია. როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი. მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებით შეიძლება მას არ ჰქონდეს. იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დაალაგდა. მე რა შემიძლია გავაკეთო, პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები. როცა მთავარი სახალხოობა იყო პოლიტიკა საყვალპურო. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. საგარეო მიმართულება ერთადერთია, რაზეც თინა ბოკუჩავამ გუნდის მხრიდან ბოლო 2 წლიანი მუშაობისთვის მადლობა დაიმსახურა. ხაბეიშვილისგან განსხვავებით, რომლის თანამდებობისთვის შეუფერებლობის ერთ-ერთი მიზეზი ინგლისურის არცოდნა იყო. ბოკუჩავას შემთხვევაში კი პარტიაში აღიარებენ, რომ მას ამ მხრივ კომპეტენცია გააჩნია და მეტიც, საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებით ჩაწერილი სანქციები მისი დამსახურებაა. ის რომ მისი საქმიანობა არის ეფექტური და იყო ეფექტიანი, ამის კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ იმედისა და პოზიტივის სანქციები და გასაგებია საიდან მოდის ეს ყველაფერი. მე თინა ბოკუჩავას ყველაფერში ვეთანხმები, რაც საგარეო ასპარეზზე ჩვენ პოზიციას უკავშირდება, თუმცა მისი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირადად ჩემთვის არის მიუღებელი.
ლაშა ფარულავასთვის მიუღებელია თინა ბოკუჩავას გუშინდელი განცხადება, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დასახელების შესახებ იმპულსური და სამწუხარო უწოდა. როგორც თავად ბოკუჩავამ თქვა, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და შემთხვევით გაიგო. წინა დღის სატელევიზიო ეთერიდან კი სააკაშვილს მადლობას უხდიდა ნდობისთვის, რადგან მისი ინფორმაციით თავმჯდომარეობის კანდიდატად მსჯავრდებული ლიდერი ისევ მას ასახელებდა. საინფორმაციო ვაკუუმში ჩაყენებული პარტიის მოქმედი თავმჯდომარე შექმნილი უხერხულობის პირობებში ნაციონალურ მოძრაობაში მაინც რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირადად დაადასტურა. როგორ გადანაწილდება თანამდებობები ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც პარტიის რიგითი წევრები ამბობენ, მათი უცვლელი და ერთადერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. წინა პლანზე ახალგაზრდების გამოჩენას, ხოლო მათ ზურგს უკან ეგრეთ წოდებული ვეტერანი თანაგუნდელების გადანაცვლებას სტაგნაციის პირობებში მყოფი გუნდიდან ნაწილი რისკის შემცველად, თუმცა მაინც ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს. ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავა რა თქმა უნდა რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ პარტიაში დაანონსებული ცვლილებები მათ ხელისუფლების ცვლილებამდე მიიყვანს. ქართულ ოცნებაში კი იუმორით უყურებენ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მთავარ აქტორად ნანუკა ჟორჟოლიანის გამოჩენას. ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე თითოეულ ცვლილებას კი გარეთ დავალებად მოიხსენიებენ. საინტერესოა ქალბატონ ბოკუჩავას პოზიცია, რომ ის არის არჩეული მათივე პარტიის წესდების შესაბამისად, კანონმდებლობის შესაბამისად თავმჯდომარედ და რატომ აქვს მისთვის მნიშვნელობა მაგალითად თან გადამწყვეტი არანაირად ოფიციალურად დაკავშირებულ პირს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს. რა ბელადომანია მათ პარტიაში? არც წესებს ექვემდებარება ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები, არც წესდებას, არამედ ექვემდებარებიან უცხო ურთიერთობებს და ამ შემთხვევაში მათ ბელადს სააკაშვილს. 48 საათის წინ რომ ეთქვა ეს თინა ბოკუჩავა რას მიზავდა, წარმოგიდგენიათ? რომ სააკაშვილი იღებს არათანმიმდევრულ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ეს რომ ეთქვა მე 48 საათის წინ. გამოვიდოდა და იტყოდა რომ ეს არის პროპაგანდისტი, თუ ნანუკა ჟორჟოლიანი არის განახლების სიმბოლო. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ, აღარაფერი ჩვენი კომენტარი არ ჭირდება, უბრალოდ უნდა დაჯდე, უყურო და მათზე უფრო კარგად, მათზე ანტი რამეს ვერ იტყვი. ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ურთიერთობები დასალაგებელი კოლეგა ოპოზიციონერებთანაც აქვს. პარტია გარიცხვის ზღვარზე დგას 9 პარტიის სახელით გაფორმებული ოპოზიციური ალიანსიდან, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობიდან წასული პოლიტიკოსების ერთობაა.